ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა თქვენს შეკითხვაში იყო დაბრუნდება. ანუ არ არის, იყო და აღარ არის შესაბამისად გაუქმდა ეს ფორმატები და აქ ძალიან მარტივად შეგვიძლია მივიდეთ ამ პრობლემის სათავემდე. ვინ გააქრო დებატების საჯარო სივრციდან. როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჯარო დისკუსია უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი, ამით თავადვე აღიარებს, რომ მათვე ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააქრო დემოკრატიის ზოგადად ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ბერკეტი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. წლების განმავლობაში ჩვენი პარტია ძლიერი საქართველო ლელო არის შექმნილი 6 წელია. 6 წელია ჩვენ ვითხოვთ მათთან დებატებს. ყველა საარჩევნო ციკლში ამას ვაკეთებდით. ყოველთვის მათგან იყო ან უარი, ან იგნორი. ახლა როდესაც უკვე ასეთი ინიციატივით გამოდის ხელისუფლება, პოზიცია უკვე ჩამოაყალიბეთ თუ არა თუ ვერ ისევ კონსულტაციების პოზიციას გიხსნით, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს წარმოდგენა, რომ აი მართლა ესეთი კეთილშობილური ინიციატივა აქვს. ყველაფერში უნდა დავინახოთ რეალური მიზანი რა აქვს რეჟიმს. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ დებატებისთვის არათუ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე, ოღონდ იმ საკითხებზე, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერი სპიკერი, ვინც შეიძლება ქართულმა საკითხები და თემატიკა უკვე გარკვეულწილად წინაპირობაა თქვენგან გააჩნია რა თემებზე იქნება? არა, იცით რა შეა საქმე? აქ გააჩნიაზე არ არის. ნებისმიერ თემაზე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. ჩვენი პარტიის ნებისმიერი სპიკერი მზად არის, რომ 100-0 მოუგოს ქართული ოცნების ნებისმიერ სპიკერს, ოღონდ საქმე რაშია, იცით? ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც 2020 წელს დავაინიცირეთ საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო დებატების შესახებ. მაგრამ, როდესაც 2024 წლის არჩევნები არის მიტაცებული, ძალაუფლება არის მიტაცებული, ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა არის გაუქმებული, როდესაც ყავს სინდისის პატიმრები ამ ქვეყანაში, როდესაც არის პოლიტიკური დევნა, თავისუფალი მედიის დევნა, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს პატიმრობას რომ უსჯიან და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რო აქვთ. ქიმიური მოწამვლის საქმე რომ არის დაკიდებული ახლა, ხო, მათთვის დამოკლეს מחვილივით, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. როდესაც კორუფციაში იხჭობა ეს ქვეყანა და მათივე პრემიერ-მინისტრი, სუსის ყოფილი უფროსი, მთავარი პროკურორი და სხვები არიან თურმე ამხელა მასშტაბის კორუფციაში ჩაბმულები და მსჯავრდებულები ამის გამო. ახლა ქართულ ოცნებას თუ ახლა გაახსენდა დემოკრატიობანას თამაში, ეს არის უბრალოდ პოპულისტური ხრიკი, მაგრამ კიდევ ერთხელ შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს და თქვას, რომ თქვენ წინაპირობებს აყენებთ და თქვენ თავად ამბობთ ახლა მათ შეთავაზებაზე. წინაპირობა დააყენა დღეს შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ მის განცხადებას. მან თქვა, რომ ვიდებატებთ მხოლოდ მათთან, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ უარყოფს. ახლა თუ კონსტიტუციური წესრიგის უარყოფაში იგულისხმება მათ შორის ჩემი პარტია, ხო, თქვენ როგორ ფიქრობთ? იგულისხმება თუ არა? კონსტიტუციურ წესრიგს ჩვენ არათუ უარყოფთ, ჩვენ ვართ მისი ერთგულნი ქართული ოცნებისაგან განსხვავებით. ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებთ. მერე? ანუ რამდენად თანმიმდევრული იქნება თუ დათანხმდებით თან იმ პოლიტიკურ ძალასთან დებატებში დაჯდომა, რომლის ლეგიტიმაციასაც თქვენ არ აღიარებთ. არა, ერთი წუთით. კონსტიტუციური წესრიგის აღიარება და ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება ერთი და იგივე რამ არის? არა, მე სხვა რამას გეუბნები, თქვენ ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე გეკითხებით. თუ თქვენ მათ მიიჩნევთ ქვეყნის ხელისუფლებას. არა, ბუნებრივია, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არიან ფაქტობრივად მართვის სადავეებთან. ოღონდ ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ მათი ლეგიტიმაციის აღიარება არის კონსტიტუციური წესრიგის აღიარება და იმის გამო რომ არ ვაღიარებთ მათ ლეგიტიმაციას, ჩვენს აკრძალვას აპირებენ. საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი. ასეთი მე მახსოვს ამ ტოლობის ნიშანს სვამდა ლუდოვიკო მე-14, რომელიც ამბობდა, რომ სახელმწიფო ეს მე ვარ. თუ ეს მიაჩნია პაპუაშვილს ან სხვებს, რომ სახელმწიფო თვითონ არიან, ძალიან დიდი ბოდიში. ჩაუშესკუს რომ მეთქვა, რომ თუ მე არ მაღიარებთ, ესე იგი არ აღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს. პოზიციას იმყარებს იმ ამომრჩევლების რაოდენობით, რომლებმაც მათ დაუჭირეს ცესკოს ოფიციალური მონაცემებით მხარი. ხო და ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს არ ვენდობით ჩვენ და უცხადებთ უნდობლობას და ამას ვამბობთ სწორედ რომ ეს იყო მიტაცებული არჩევნები. ანუ თქვენ არ თანხმდებით თუ ის კონკრეტული საკითხები არ იქნება გადაჭრილი, რაც ჩამოთვალეთ რამდენიმე წუთის წინ. გადაჭრილი არა, ამ თემებზე და ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვესაუბროთ, სამართლებრივი იქნება ეს თუ პოლიტიკური, ხო? რა ვიცი, ვინ არის თქვენთან ახლა სტუდიაში მოწვეული გორდულაძე ახსენეთ მე. ხო აი შემოვიდეს, აი თუ დაარღვევთ.
დავარღვევთ ამ ფორმატს. ეხლავე ნებისმიერ თემაზე მზადა ვარ, რომ ნებისმიერ თემაზე მზადა ვარ. ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩვენი პლატფორმა არის ნეიტრალური, დაუთმოთ სწორედ სხვადასხვა პოზიციის მქონე პოლიტიკურ ძალებს და ვინ ამბობს უარს? ვინ ამბობს ამაზე უარს? ხშირად ყოფილა რომ ოპოზიციისგანაც ყოფილა. ქართული ოცნება დებატებში არ ჯდება, მათ არ აქვს არც ამის კომპეტენცია და არც სიმართლე არ არის მათ მხარეს, ხო? სამწუხაროდ ასეც ხდება და მე გეუბნები ჩვენი პოლიტიკური ძალა სავალდებულო დებატების ინიციატივით გამოდიოდა თქო. პირობის გარეშე ლელო მზად არის მიიღოს წინადადება. ლელოს აქვს იმისი კომპეტენცია რომ ეხლა ვიტყვი არა პოპულარულ ენით რო თქვა ბეჭებზე დავდოთ ქართული ოცნების ნებისმიერი სპიკერი. ოღონდ მათ თუ უნდათ რომ სოფლის მეურნეობაზე საუბრით დემოკრატიული ფორმატი შექმნან, ეს არის უბრალოდ პოპულიზმი და იმას რომ თავი დავანებოთ რომ თემები იქნება თქვენგან წინაპირობა. თემებზე გეუბნებით ნებისმიერ თემაზე მზადა ვართ. ოღონდ სოფლის მეურნეობა რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს მათ თავიანთი რეალური განზრახვა გაამხილეს. მათ თქვეს რეალური განზრახვა არის ის, რომ არაპირებენ ჩვენნაირ პოლიტიკურ პარტიებთან და მათივე ოფიციალური მონაცემები რომ დაარქვეს 24 წლის არჩევნებს მილიონამდე ამომრჩეველი ხავს, ხო? ამ პარტიებს რომელთა აკრძალვასაც აპირებენ. მათ შორის არის ჩემი პოლიტიკური პარტია 200,000 ამომრჩევლით. ისინი ამბობენ რომ ამ პარტიებთან არ ვაპირებთო და ხალხის ძალასთან თუ აპირებენ, ხალხის ძალასთან თუ აპირებენ, ხო? ეს საკენკი თუ ხელისუფლებამ თქვა რომ მე გითხარით შემოიყვანეთ მეთქი გორდულაძე და ახლავე მზადა ვარ ნებისმიერ თემაში უბრალოდ გავანადგურებთ დებატებზე. ოღონდ მათი პოლიტიკური თამაში ეს არ გამოვა და არც არის მე მგონი უკვე აქტუალური, იმიტომ რომ მათ თქვეს რომ ჩვენთვის არის მისაღები ხალხის ძალა, სოზარ სუბარი, რომელიც იყო პარტიის თავმჯდომარე მათივე წიაღიდან შემოსულის არჩევნებამდე გაიყვანეს თავისივე სიით შეიყვანეს და ეხლა ისევ დააბრუნეს. ეს ხო არის სასაცილო. თუ ლელოსთან ხელისუფლება მზად არის დებატებისთვის, იქნება თუ არა თქვენი მხრიდანაც თანხმობა. ამას გეკითხებით და მიპასუხეთ დიახ ან არა. გიგიპასუხეთ, მე მგონი ჩემი პასუხი იყო ამ შემთხვევაში ამომწურავი. ნებისმიერ დროს მზად ვართ ნებისმიერ თემაზე. ოღონდ მათი პოპულისტური ხრიკი არ გავა საზოგადოებასთან, იმიტომ ლელო მზად არის ნებისმიერ თემაზე. თავიანთი мотиваცია მათ თქვეს და ის საკითხები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება პრიორიტეტული, რაზეც მე ვსაუბრობ. არ გამოვა ისე, რომ თითქოს ეს არის კეთილშობილური ხელისუფლება, იმას რომ თავი დავანებოთ, ლეგიტიმურია თუ არა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში თავისუფალ მედიას, არასამთავრობო სექტორს, პარტიებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს კრძალავს, ადამიანებს ასახიჩრებს, წამლავს როგორც არის ხო სავარაუდო ეჭვი და ახლა თითქოს გადაწყვიტა გაკეთილშობილდეს და რაღაცა ტიპის საკითხებზე მზად არის გახსნას დისკუსია. ასეთი პოპულიზმი არ გაუვა ქართულ ოცნებას, მაგრამ ამან აქტუალობა მე მგონი დაკარგა მათი დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე. ვკითხავთ არჩილ გორდულაძესაც და ვკითხავთ იმასაც მოიაზრებს თუ არა დებატებს თქვენთანაც. მაგრამ უბრალოდ გვეცოდინება რომ თქვენგან თანხმობა იქნება პირობების გარეშე. მზად ვართ ნებისმიერ დროს, როდესაც იქნება რეალური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა დებატები არ გაუვა. დიახ, რომელიც ასევე არის აქტუალური, იმიტომ რომ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსები უკვე ნელ-ნელა ეტაპობრივად ტოვებენ ციხეს, გააქტიურდა კიდევ ერთი, თქვა ოპოზიციური ფრონტის შექმნის საკითხი და კიდევ ერთი მცდელობა აქვს ამჯერად ზურა გირჩი ჯაფარიძეა პროცესის ავანგარდში, მას სურს რომ გარკვეულწილად დაიწყოს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. ლელო რამდენად არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ მაგალითად კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა წევრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ თუ სტრატეგიაზე იქნება შეჯერება თქვენს პოლიტიკურ ძალასთან, თქვენს ჩაერთვებით ამ კონსულტაციებში და თქვენს მოგიაზრებენ ამ თქვათ ახალი ალიანსის წევრად. ხართ თუ არა ჩართულები და მიმდინარეობს თუ არა თქვენთან ახლა კონსულტაცია. მე ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი სიტყვებს განსაკუთრებით როგორც არის ალიანსი, არა თუ ალიანსი, ერთობაც მათ შორის, ერთობა და გაერთიანებაც, იმიტომ რომ საზოგადოებამ შეიძლება და საზოგადოების სხვადასხვა წევრმა შეიძლება განსხვავებულად გაიგოს მისი შინაარსი და მე დავაკონკრეტებ ამიტომაც. ჩვენი პოლიტიკური პარტია ლელო ძლიერი საქართველო თავის დროზევე იმიტომ შეიქმნა რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს რეჟიმი, დაბრუნდეს ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიულ გზას, ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობა, ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა დავიცვათ ქვეყნის დემოკრატია და სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. დღეს რაც მე ახლა ჩამოვთვალე, ხო, ყველაფერს უდგას ძალიან დიდი საფრთხე ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა შექმნის
მიზანიც და დღევანდელი ამოცანაც რჩება იგივე და აქედან გამომდინარე მზად ვართ რომ გაძლიერდეს ეროვნული პროდასავლური ოპოზიციური ფლანგი, ოღონდ ეს არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ჩვენ ახლა მზად ვიყოთ რაიმე ან ინსტიტუციურ, ან სტრუქტურულ და რაღაც პარტიულ შერწყმაზე და გაერთიანებაზე. მით უმეტეს, როდესაც არ ვართ თანხმობის დოკუმენტი უნდა შეიქმნას, რომ ასეთი ინიციატივა გაჟღერდა და მუშაობთ ასეთ დოკუმენტზე. ჩვენ ცალკეულ პოლიტიკოსებთან რა თქმა უნდა გვაქვს ურთიერთობა და გვექნება მომავალშიც და ყოველთვის გავმართავთ კონსულტაციებს ისეთ საკითხებზე, რომელიც შეეხება ფუნდამენტურ პრინციპებზე, სტრატეგიულ კოორდინაციას, რაც მიგვაახლოვებს ჩვენს მთავარ ამოცანას. ეს არის რეჟიმის ცვლილება. მიგვაჩნია რა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური და პარტიული კლასი და პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ამ მიზნის გარშემო, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფები, ვისაც მიაჩნია, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს და ეს არის ამ ქვეყნის თქვენი ლიდერები რამდენად არიან ჩართულები ამ კონსულტაციებში, რატომ გეკითხებით? ბოლო პერიოდში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ნაკლებად ჩანან, ნაკლებად პოზიციონირებენ, საერთოდ გაკეთდა თქვათ მე არაოფიციალურ ინფორმაციაზე ინფორმაცია შეგახსენებთ, რომ თითქოს თქვათ ისინი პოლიტიკისგან დისტანცირდნენ. აი ამაზეც რომ გითხრათ, სად არიან დღეს თქვენი ლიდერები? ეს არის არაოფიციალური ინფორმაცია და მე მას არ ვადასტურებ თქვენი ეთერით. ხვალ მაგალითად ბადრი ჯაფარიძე შეხვდება ამერიკის კონგრესის დელეგაციას და თქვენს ალბათ გექნებათ როგორც მედია საშუალებას იმის შესაძლებლობა რომ მას გაესაუბროთ, თუმცა პოლიტიკური პარტია, ჩვენი კოალიცია, ხო, ძლიერი საქართველო ლელო, არ არის ერთი ან ორი სახელი და გვარი, თქვენ იცით ეს ასე იყო, როდესაც ციხის კარები დატოვეს მათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი შეკრული გუნდი და ჩვენი პარტია, როგორც დემოკრატიული პარტია, იღებს კოლექტიურად და კოლეგიურად გადაწყვეტილებებს და ყავს ახალგაზრდა ლიდერები მათ შორის, რომლებიც ვიღებთ მონაწილეობას, გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა რატომ არის თქვენთვის მიუღებელი თქვა იგივე სტრუქტურული თვალსაზრისით თუნდაც შერწყმა და აი ამ სახით ერთიანი ახალი ოპოზიციური ფრონტის შექმნა არ არის ეს დღეს საზოგადოების დაკვეთა, როგორ ფიქრობთ? სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოების დაკვეთა არის რეჟიმის ცვლილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ ევროპული მომავლის თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით თუ როგორი არის მათი შეხედულებები, ჩვენ ვიცით რომ ოპოზიციურად განწყობილი, ამ შემთხვევაში ოპოზიციურად, იმიტომ ამბობ რომ ჩვენ ფაქტობრივად ვართ ოპოზიციაში. მიგვაჩნია რომ ლეგიტიმაცია 24 წელს მოგვანიჭა ჩვენ, არა მხოლოდ ჩვენ პარტიას, არამედ ზოგადად ქართული ოცნების მოწინააღმდეგე იყო საზოგადოების უმრავლესობა. ეს კვლევებითაც დადასტურდა და ჩვენ ვიცით ძალიან კარგად როგორც განვითარდა მოვლენები. თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის სეგმენტს ბოლომდე მივწვდეთ. ჩვენ ვიყავით ასეთი ტიპის ერთიანობის, სხვადასხვა ტიპის ერთიანობის მომხრენი. ჯერ კიდევ, როდესაც გქონდა ინიციატივა პირობითი სახელით ალტერნატიული პარლამენტის 24 წლის არჩევნების მაგრამ ყველა ქართული ქარტიის ხელმომწერები ვიყავით, სალომე ზურაბიშვილის და უშედეგოდ. რატომ? ვერ ვიტყოდი რომ ყველა უშედეგოდ, თუმცა ანუ რა შედეგი დაიდო აი ასეთი ინიციატივების შემდეგ? ან იგივე ტექნიკური მთავრობის, ან ქარტიის შედეგად, რაიმე შედეგი დაიდო? შედეგი არის ის, რომ ამ ქვეყანაში, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ აღქმაში, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, ქართული ოცნების რეჟიმი არის აღიარებული არალეგიტიმურად და ეს არის შედეგი. ანუ საერთაშორისო პოზიციონირება, საერთაშორისო პოზიციონირება, მათ შორის ის, რომ ქართული ოცნების წევრები, მათ შორის მათი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური, სხვა მაღალჩინოსნები მაგნიცკის სიაში რომ არიან, ეს ყველაფერი არის შედეგები. რა თქმა უნდა, ძირითადი შედეგი რეჟიმის ცვლილების არ დამდგარა, თუმცა არც თავიდან გქონია ჩვენის მოლოდინი, რომ ეს სპრინტი იქნებოდა და მოკლევადიანი ბრძოლა. ჩვენ გრძელვადიანი ბრძოლის გაცნობიერებით გამდით ნაბიჯებს. ეგრეთ წოდებული რვიანის ფორმატში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ რვიანში თქვათ მაყურებელს რომ შევახსენოთ არიან კოალიციაცვლილებებისთვის შემავალი სამი პოლიტიკური ძალა, ახლები დროა
მესამე პოლიტიკური ძალა ასევე ზურაგირჩი ჯაფარიძის ფედერალისტები, ევროპული საქართველოს თავისუფლების მოედანი, ნაციონალური მოძრაობა სტრატეგია აღმოჩენებელი. ნაციონალური მოძრაობა მე რამდენადაც ვიცი არ არის ამის წევრი, მაგრამ მე ხლა რატომ გეკითხებით ნაციონალურ მოძრაობასთანაც იყო კონსულტაციები, ეს დაადასტურა ზურაგირჩი ჯაფარიძემ. შესაბამისად, თქვენთვის მაგალითად 2024 წლამდე წითელი ხაზი იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, თუნდაც რაიმე თემაზე ან საკითხზე თანამშრომლობა და ვიცით ცნობილი განცხადებები თქვენი ლიდერების მხრიდან. ახლა იქნება თუ არა წითელი ხაზი ან წყალგამყოფი ხაზი ნაციონალური მოძრაობასთან კონსულტაციები, ანუ ამის გამო ხომ არ იკავთ თავს რაღაც სტრუქტურულად მათთან შერწყმაზე და თქვა სტრუქტურული შერწყმა ჩვენთვის ნებისმიერი არის მიუღებელი ამ ეტაპზე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ არ ვართ საარჩევნო ციკლში. აქ ვინმეს პოლიტიკური პერსონალურ პოლიტიკური მიუღებლობის გამო ან რაღაცა წარსული წყენების გამო და ასე შემდეგ კრიტერიუმების შერჩევა ნამდვილად არ ხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც თქვი, ძალიან მარტივად სტრატეგიულ საკითხებზე კოორდინირებული მოქმედებები არის მნიშვნელოვანი ყველა და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს საზოგადოების დაკვეთა ასეთი. ყველას ყავს თავისი ელექტორატი, ვინც ასე ხედავს მომავალს, რომ ქართული ოცნების მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს მომავალი არის ძალიან ბნელით მოსწილი, ხო? შესაბამისად, ჩვენთვის რომელიმე პარტიასთან შერწყმა კი არა, საერთოდ არავისთან შერწყმა არ განიხილება, იმიტომ რომ მიგვაჩნია პოლიტიკური პარტიების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ეს რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ფრონტის შექმნა, სადაც ყველა ერთად იქნებით წარმოდგენილები. ასეთი რამ თუ განიხილება და რა ეტაპზე ეს ფორმირების პროცესი? 2024 წლის არჩევნებშიც მიგვაჩნდა, რომ უნდა ყოფილიყო შექმნილი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრები და ასეთ არჩევანი მიგვეცა საზოგადოებისთვის და ეს იყო სწორი, დღესაც ასე მიგვაჩნია, ხოლო იქ სადაც საჭირო არის კოორდინაცია აუცილებელია და არა ურთიერთ თავდასხმა, იმიტომ რომ ფოკუსი უნდა გავასწოროთ ბიძინა ივანიშვილზე, ქართულ ოცნებაზე, იმ რეჟიმზე, რომელსაც ახლა ჩვენ რა ეტაპზეა აი ეს კონსულტაციები თქვენთან ისევ გრძელდება, პროცესს გამოეთიშეთ თუ აი რომ გითხრათ, როდის შეიძლება ჩვენ არ ვართ რაიმე ფორმატში და მით უმეტეს კიდევ ერთხელ კონსულტაციები ხომ გქონდათ თქვენ? კონსულტაციები პერსონალური გქონდა და გვექნება ყოველთვის, როდესაც საკითხები იქნება კოორდინაციაზე. უფრო მეტს ამ ახალი ერთობის შესახებ. ეს გამოჩნდება მომდევნო პერიოდში, კიდევ ერთხელ არ მინდა ერთობა საზოგადოებამ გაიგოს, თითქოს რაღაც ერთიანი ფრონტია უპირატესად რაღაც ახალი ცენტრი. კოორდინაცია გვექნება ჩვენ ეროვნულ პროდასავლურ ძალებთან. ოღონდ ზოგიერთი ოპოზიციონერის და პარტიისაც შეხედულება არის და ეს გაჟღერებულა კიდეც რომ რაღაცა ქოლგა უნდა შეიქმნას, რა დროს პარტიებია. ამას ჩვენ არ ვეთანხმებით. საერთოსია დასახელდა პრემიერის საერთო კანდიდატურა. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ ვართ ბრძოლის სხვა ეტაპზე. ერთიან სიას გამორიცხავთ. რავი, არჩევნების ციკლში ვართ ახლა? რომელ სიაზეა საუბარი? ახლა სხვა ტიპის ბრძოლა, რომელიც ორი მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. ეს არის მშვიდობიანი კონსტიტუციური პროტესტი და საგარეო წნეხის როგორც შიდა წნეხის გაძლიერება ქართულ ოცნებაზე პროტესტის გზით, ასევე საგარეო პარტნიორებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა, რათა საგარეო წნეხი გაძლიერდეს და რათა ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და დღევანდელობაში, სადაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმა იპოვეს თავიანთი ინტერესების დაცვის ოპტიმალური გზა და აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრაქტიკულად პარტნიორობას ჩაუყარეს საფუძველი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს. დღეს ქართული ოცნების ასეთი მმართველობის და პოლიტიკის და ანტიდასავლური პოლიტიკის და ანტიეროვნული შესაბამისად პოლიტიკის გამო საქართველოს კარგავს თავის ფუნქციას, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ მშვიდობიანად რეჟიმის წინააღმდეგ. ამ საერთო ამ ახალ ცენტრში ნაციონალური მოძრაობის ჩართვა იქნება თუ არა თქვენთვის პრობლემა, თუნდაც 4 ოქტომბრის მოვლენების გათვალისწინებით, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის მოვლენები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას გუნდი დღემდე ითხოვს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პირველ რიგში ნაციონალურმა მოძრაობამ აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე. ჩვენ 4 ოქტომბრამდეც ვამბობდით, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, მიუხედავად ჩვენს მიმართ წამოსული კრიტიკისა და უსამართლობისა, ჩვენ არ ვაპირებდით, რომ ახლა ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანას ეგზისტენციური კრიზისი უდგას ქართული ოცნების პირობებში, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ერთადერთი მეტოქე გვყავს, მტერი
პოლიტიკური, ეს არის ქართული ოცნება, რომელიც არის ახლა მართვის სადავეებთან, რომელიც არის საშიში, რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანად და კონსტიტუციურად. 4 ოქტომბერზე ჩვენი განცხადებები თქვენთვის ცნობილია, ჩვენი გზა, რომელიც მიდიოდა 4 ოქტომბრამდე იყო განსხვავებული იმ გზიდან, ხო? 4 ოქტომბრამდე რამაც მიიყვანა ეს. მაშინაც, თუმცა არც მაშინ გამოვირჩეოდით ჩვენ მკვეთრი განცხადებებით და მით უმეტეს ახლა, როდესაც ეს ფურცელი გადაშლილია და გაცილებით უფრო სხვა რეალობის და საფრთხების, ყისიერი საფრთხების წინაშე ვდგავართ ახლა. ეს ცენტრი ფორმირდება, ის შემადგენლობა, რომელიც უკვე დასახელდა ზურაგ ჭიჯაფარიძისგან და კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერებისგან, რომლებიც აწარმოებენ ამ კონსულტაციებს, თქვენთვის ეს შემადგენლობა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, არ იქნება პრობლემა. არანაირი ცენტრი, ქოლგა და ასე შემდეგ არ იქნება ჩვენი მონაწილეობით. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველასთან, მიუხედავად მათი პარტიული კურთხმილებისა, ვინც დგას, ვინც წარმოადგენს ჯერ ერთი ამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, იმ ნაწილს, რომელსაც მე შეიძლება პოლიტიკურად არ ვეთანხმებოდებ და ბევრი რაღაცის გამო, მაგრამ აქვს ის, რაც გვაერთიანებს ჩვენ, ეს არის ეროვნული და პროდასავლური კურსი და ეს გულისხმობს რეჟიმის დასრულებას ამ თვალსაზრისით, რომ საქართველოს გააგრძელოს და დაიწყოს თავიდან სამწუხაროდ დასავლეთისკენ შემოbrunება, ამ საკითხებზე ჩვენ გვექნება კოორდინაცია ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის პარტიული საკითხები. გაერთიანება ასეთი ბევრია. არანაირი შერწყმა გაერთიანება ჩვენი მხრიდან არ განიხილება, თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერას თუ რამდენადაც ვიცი კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც არის სამი პარტიისგან შემდგარი, არც მათ კოალიციაში განიხილება ასეთი რამ. თანხმობის დოკუმენტზე თუ აპირებთ ხელმოწერას, რაც ასევე არ ვაპირებთ რაღაცას შევუერთდეთ, თუ გვექნება რაღაცა საკითხებზე თანხმობა და ჩვენ თავადვე ბევრ საკითხზე გვაქვს ნამუშევარი, ბევრი რამ გვესახება, ბუნებრივია, ამისი პრობლემა ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს და არც გვექნება. რაღაცა დაწყებული პროცესის შეერთებას ლელო არ აპირებს. თუმცა კონსულტაციები იმ საკითხებზე, რომელიც რამდენჯერმე გავიმეორე უკვე ამ გადაცემაში, იქნება, არის და გაგრძელდება მომავალში. დიდი მადლობა.